გამომყოფები ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც დედების აქცია მარში შეუერთდა აქ მყოფ ადამიანებს. მე მინდა გაჩვენოთ კადრში, აქ ერთ მხარეს დგანან დედები და მეორე მხარეს არის პოლიციის კორდონი და სწორედ ამ პოლიციის კორდონთან ჰქონდათ ის მიმართვები, რასაც მთელი დღის განმავლობაში აჟღერებდნენ. ხელი გამიშვით, ჩემი შვილია, ეს იყო მთავარი სათქმელი და რუსუდან გვითხარი, რატომ მოხვედით აქ პოლიციის კორდონთან და რა გაქვთ სათქმელი? მე ახლა ერთ-ერთ პოლიციას ვთხოვე ჩამოეწია სახე და დავინახე, რომ ის არის სადღაც ჩემი შვილის ხელა. და ფაქტიურად ესენი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც გზას აცდნენ და დაამონეს ოლიგარქის არ ვიცი, ოლიგარქის მარიონეტებმა. როგორ შეიძლება რომ მონის მონა იყო? არ ვიცი, მე მინდა რომ მათ რაღაცაად გაიაზრონ, რომ ჩვენ არა ვართ ამ ქვეყნის მტრები. ფონში ამბობდით, რომ ხელი გაუშვით, ჩემი შვილია, ხო? მე კადრში დავუტოვებ მაყურებელს, მინდა რომ ნახოთ, ერთ მხარეს დგანან პოლიციერები და მეორე მხარეს თქვენ, რომელსაც გაქვთ კონკრეტული მოწოდება. ხელი გაუშვით! ჩემი შვილია! ხელი გაუშვით! ჩემი შვილია! ხელი გაუშვით! ჩემი შვილია! ხელი გაუშვით! უძლებთ ამ ხალხის ასეთ პროტესტს თქვენ. ჯობია დროზე გადმოხვიდეთ ჩვენ მხარეს. ვერ გაუძლებთ უბრალოდ. მთელი საქართველო ჩვენთან არის. ფაქტობრივად სავსეა ჭიჭინაძის ქუჩა ამ მომენტისათვის და ასეთია ვითარება, დედები რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც ვიცით, ისინი საბოლოო დანიშნულების წერტილი არის პრეზიდენტის სახლი. ამ დროისთვის კი ამ ეტაპზე სწორედ კორდონის წინ არიან გაჩერებულები კონკრეტული მოწოდებებით. ხელების შორს, ჩემი შვილია და მეორე მოწოდება, ყველგან პოლიცია, არსად სამართალი.